როდესაც ბავშვი უყურებს დედას, ის ეძებს დედის სახეზე თავის თავს. როდესაც დედა კარგად რეზონირებს ბავშვთან, მის სევდაზე თანაგრძნობით პასუხობს, მის ბრაზის დატევა შეუძლია და ასე შემდეგ, როდესაც ეს რეზონირება ჰარმონიაშია, თანხვედრაშია, ბავშვი ხედავს საკუთარ თავს. მაგრამ როდესაც დედა თავის შინაგანი მდგომარეობის გამო, აი ამ ბევრი ამბების გამო, ზუსტად აი ამ ტრავმის გამო, რომელიც მან გამოიარა, ვერ მოდის რეზონანსში, ბავშვი თავის თავს ვერ ხედავს ამ სარკეში. ხედავს დედის ტკივილს, დედის ფოთვას, დედის მოლოდინს თუ ასე შემდეგ და იწყებს აი ამ როლის აღებას. და ფაქტობრივად აი ეს არაცნობიერი გადაცემა, ტრანსგენერაციული გადაცემა ტრავმისა, ასე ხდება. მარტო დედა არ არის ამის წყარო, არის მთელი ოჯახი, მამა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, რა თქმა უნდა.